აი ახლა რეფერი მოუხმო ორივე მებრძოლს ცენტრისკენ. ჩამოართმევენ ისინი ხელს გააცნობს რეფერი წესებს და ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ. ნახოთ რას შემოგთავაზებენ მებრძოლები თაზო მაიღო ცენტრი მიდის წინ ახლა მე უკვე ვხვდები რისი გაკეთებაც სურს რადგან ამის ძალიან დიდი ხანია ვადევნებ თვალს ჩოხა მისთვის უცხო არ არის და საკმაოდ ძლიერი ხელები აქვს ახლა ეს არის უკვე პროფესიონალური კრიობა და იქ კლინჩიც დაიწყო და პირველი გდება ძალიან ადვილად ჩააგდო გამბაროვი ჩილინდრიშვილმა გამბაროვის გეგმა იქნება რომ ყოველთვის შეეკრას რომ ძიმე დარტყმები გარგაა ახლა მარჯვენა ძალიან ძლიერი ხელები აქვს შეიძლება თუმცა ზიანი აქვს ზიანი მიიღო თაზომ კი მარცხენა თვალზე ეტყობა მას უკვე ჩის დროს თუმცა წინ მიიწევს ჩილინდრიშვილი ახლა აი კუთხე უნება თაზოს უნდა რომ გამოიჭიროს თუმცა გამბაროვი კარგად ცდილობს რომ გაექცეს მის ხელებს ლამაზი გდება იყო ეს ფეხი ლამაზად გამოაცალა გამბაროვს გაიჩქაროს ჩილინდრიშვილმა მართლა ძალიან ფეთქებადი ხელები აქვს და ცდილობს გამბაროვი რომ შეეკრას და კლინჩი გადაიყვანოს ერთაბრძოლა ჩილინდრიშვილს კუთხე უნება რომ სწრაფად გააკეთოს გდება მას ეს ძალიან ადვილად შევდახ და იდაყვი მარჯვენა იდაყვი იდეალურად გავიდა კარგი ტაიმინგი იყო თუმცა გამბაროვმა თითქოს გაშლილი ხელი დაარტყა ახლა კი ჩილინდრიშვილის კლინჩიდან და მორიგი გდება მოგვერდი მეგობრო და მე მგონი თვალზე დიდი ჭრილობა კი გაურბის გამბაროვი კუთხე კარნახობს რომ მუცელი თავი გააკეთოს შეტევა შორიდან ჩანდა გამბაროვის ეს მცდელობა ეხა ოვერჰენდის ხელებით უფრო უკეთესად გამოსდის ჩილინდრიშვილს ძალიან მაგარი ხელები აქვს და ეხლა აპერკოტი ულამაზესი მარჯვენა აპერკოტი და ეს ნოკდაუნია ფიქრობ რომ აღარ ადგება გამბაროვი აღარ ადგება თუმცა სწორად იქცევა გამოიყენოს უნდა თავისი 10-3 მაქსიმალურად თუმცა ძიმე დარტყმის შემდეგ და ეს დასასრულია ბრავო ეს იყო თაზო ჩილინდრიშვილი hammer hands მე მგონი მისი მეცახელი სიამოვნებით მოუხდება იდეალური მარჯვენა ოვერჰენდი ქვის ხელება ბრავო გულოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას ეს იყო თოფურია სტილში ძალიან კარგი თუმცა მარცხენა უკი შეიძლება დააყოლა ბრავო თაზოს ეს აპერკოტი იყო როგორც შესვლა როგორც საკუთარ სახლში იდეალურად გაუტარა აი ნახოთ ძლიერი და მარცხენა ჰუკი რომელმაც საბოლოოდ დაამსრულა გამბაროვის ამბიც აქვს ის მონაცემები რომ თოფურიაზე შორსაც წავიდეს აქვს ეს ცეცხლი და ვისურვებდი რატომაც არა ის მხოლოდ და მხოლოდ სულ რაღაც 25 წლისაა declaring the winner by knockout Tazo Chilindrishvili და ესა სუფთა KO მოგება KO არანაირი TKO